ქართული კულტურის დღეები ამჯერად სომხეთში ეწყობა გამოფენები ღვინის ფესტივალი, ქართული ტრადიციული სამოსისა და უნიკალური სამკაულების ექსპოზიცია, საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობები, ქართული კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა, ღვინით ხატვა, ქართული პროდუქციის დეგუსტაცია. ერევანში ჩატანილი სამდღიანი პროგრამა მრავალფეროვანი აღონისძიებები საქართველოს საელჩოში მოწყობილი და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებით გახსნეს. სამდღიანი პროგრამა ხვალ ერისიონის კონცერტით დასრულდება. ქართული კულტურის დღეებს მარიკა შალიკაშვილი აშუქებს ისახლა ერევნის ცენტრალურ პარკში იმყოფება, სადაც გუფილენდის კონცერტი მიმდინარეობს. ქართული კულტურის დღეები სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მე ამ წუთებში ვიმყოფები დიანა აბგარის სახელობის ცენტრალურ პარკში, სადღაც მიმდინარეობს გუფილენდის კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში ამ პარკში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა. სწორედ კულტურის დღეების ფარგლებში დღის განმავლობაში იყო ღვინის გამოფენა, აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქართული ღვინო, ასევე ქართული კერძები და ახლა მიმდინარეობს კონცერტი, რომელიც გახსნა ცნობილმა სომეხმა მომღერალმა ანჟელამ. მან ქართულად შეასრულა სიმღერა, რის შემდეგაც უკვე სცენაზე გამოვიდა ჯგუფი გუფილენდი და ჯგუფი 2 საათის განმავლობაში იზრუნებს პარკში შეკრებილთა განწყობაზე. ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ჩვენ ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი და უკვე კარგად ვიცით აქაურობა და მნიშვნელოვანია რომ გავცვალოთ ერთმანეთთან ურთიერთობა, სიყვარული, მეგობრობა. ძალიან კარგი, ჩვენ ძალიან გვიხარია ყოფნა. ცოტა რთულია ჩვენთვის ეს ადგილებში დაკვრა, იმიტომ რომ არ ვიცით ესე რა სეგმენტი მოდის ხალხის, რას უსმენენ აქ. მაგრამ შევეცადეთ რომ ბევრნაირი რაღაცა აგვერია ერთმანეთში და რაღაცა პატარა სურპრიზიც გვაქვს. დღეს დილიდან მიმდინარეობს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ცენტრალურ პარკში ერევნის ქართული ღვინის გამოფენა, რომელმაც მინდა გითხრათ, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ხედავთ ალბათ ჩემს უკან რომ უამრავი ხალხია მთელი დღის განმავლობაში მოძრაობენ. დიდი მადლობა მინდა ამასთან დაკავშირებით უთხრა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ორგანიზებითაც მოხდა 15 მეღვინის ჩამოყვანა ერევანში. ქართულ ღვინოს მოგეხსენებათ სომხეთში კარგად იცნობენ და ძალიან წარმატებული იყო დღევანდელი დღე. ქართული კულტურის დღეები სომხეთის რესპუბლიკაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გუშინ იყო საზეიმო მიღება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მიეძღვნა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ ანსამბლი ერისიონი კარენ დემირჩიანის სახელობის დარბაზში შეკრებილ სტუმრებს შესთავაზებს დაუვიწყარ პროგრამას სახელწოდებით ქართული საგანძური.